ეს არის გია ყანჩელის ერთადერთი ოპერა, რომელიც შეიქმნა 1993-94 წლებში. 1994 წელს შედგა მისი პირველი პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. იყო ძალიან წარმატებული ეს პრემიერა, პრემიერო სპექტაკლი. ილიბერტოს ავტორი არის რობერტ სტურუა და ამ დადგმის დროს რეჟისორიც იყო ბატონი რობერტ სტურუა. სცენოგრაფიის ავტორი იყო გოგი ალექსი მესხიშვილი. 1999 წელს ეს ოპერა დაიდგა შემდეგ უკვე გერმანიაში, ქალაქ ვაიმარში. და შემდეგ გაქრა სასცენო ცხოვრებიდან. და ამჟამად უკვე მესამედ ამ წლის ივნისში, 15 ივნისს პირველად შედგება პრემიერა უკვე მესამე სასცენო სიცოცხლე ამ ოპერის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. თვითონ ჩვენთვის ქართული კულტურისათვის, მუსიკალური კულტურისათვის რომ ამ ოპერას კიდევ ერთხელ მიეცა დადგმის და სიცოცხლის შანსი. მეორეს მხრივ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი გერმანული პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს და აფინანსებს ნორდრაინ-ვესტფალენის ეს არის ჩრდილო რაინ-ვესტფალიის მიწის კულტურისა და მეცნიერების სამინისტრო. და ამ პროექტის უკან დგას ძალიან დიდი ჯგუფი მეცნიერთა, რომლებიც არა მარტო ცდილობენ, არა მარტო დაუბრუნონ სასცენო ცხოვრებას ეს ნაწარმოებები, საოპერო ნაწარმოებები, არამედ გამოიკვლიონ მეცნიერულად ის პრობლემები და ის მოტივები, თუ რატომ გაქრენ ეს ნაწარმოებები სცენით. და იყო ეს პოლიტიკური, სოციალური, იდეოლოგიური პრობლემატიკა, იყო უბრალოდ ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებული, თუ სასცენო ცხოვრების რაღაც ნიუანსებთან იყო დაკავშირებული. და ძალიან სასიხარულოა, რომ გია ყანჩელის ოპერაც აი ამ პროექტის ერთ-ერთი დიდი ნაწილი გახდა. ამჟამად მისი დამდგმელი რეჟისორი არის თანამედროვე და ძალიან პოპულარული რეჟისორი მაქსიმ დიდენკო, რომელიც დღეს მოღვაწეობს გერმანიაში. და მე მოუთმენლად ველი მისეულ ახალ ინტერპრეტაციას ამ რეჟისორული თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ყავს ძალიან კარგი სადამდგმელო ჯგუფი ამავე დროულად და ისინი ცდილობენ, მეც დაინტერესებული ვარ. ნათია, რა არის ამ ოპერის თემატიკა და არის თორე თემატიკა ერთ-ერთი განსაზღვრელი მიზეზი იმისი, რის გამოც გერმანია ისევ დაინტერესდა ამ ოპერის გაცოცხლებით და ხელახლა დადგმით. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ეს ნაწარმოებები, რომლებიც აი ამ პროექტის ფარგლებში შევიდა, პროექტს ქვია ფოკუს 33. ეს ნაწარმოებები, რომლებიც 1933-45 წლის პოლიტიკური მოვლენების შემდეგ დაიდგა სცენაზე და სხვადასხვა მიზეზის გამო გაქრა. მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ეს ნაწარმოებები, ყველა ეს საოპერო ჟანრის ნაწარმოებები არიან უკვე მაღალმხატვრული ნიმუშები და იმსახურებენ იმას, რომ მიეცეთ კიდევ ერთხელ შანსი გაცოცხლების სცენაზე და კიდევ ერთი სასცენო ცხოვრების. ეს უკვე თავისთავად ამტკიცებს აღიარებას გია ყანჩელის ოპერის მხატვრული ღირებულებისა. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ოპერა ეს ძალიან აქტუალურ თემებზე და ეს ზოგადად საკაცობრიო თემაზე დაწერილი ოპერა. ეს არ არის ოპერის ესეთი სტანდარტული ესეთი ტიპი, რომელსაც შესაძლებელია ძალიან ფართო აუდიტორია, მუსიკალური მელომანების დიდი რაოდენობა შეჩეული არის. ეს არის ესეთი არაისეთი ოპერა, რომელიც დამახასიათებელია ეს იტალიური მელოდრამატულ სიუჟეტზე. არამედ ეს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან ორიგინალური ჟანრის ნაწარმოები. ოპერა შედგება ორი მოქმედებისაგან და ფაქტიურად მასში არ არის აი ესეთი სიუჟეტის განვითარება, როგორც ხდება ხოლმე დრამატულ ნაწარმოებებში. ასე იგი, პირველ მოქმედებაში იხსნება ფარდა და ეს არის ომით დაანგრეული სამყარო. ერთ-ერთი მთავარი წამყვანი თემა არის ომის თემატიკა, კატასტროფა და აპოკალიფსის თემაც ასევე ამ ოპერაში ფიგურირებს. ომის თემასთან პარალელურად ჩნდება რობერტ სტურუას დამახასიათებელი პოლიტიკური თეატრის მოტივებიც. აქ არის დიქტატორის თემა, გამოდიან მუსიკოსები, რომელიც პროტესტსაც ხატებენ, პროტესტის თემა, დაუმორჩილებლობის თემა დიქტატურასთან და საკუთარი ღირებულებების დაცვის თემაც. მეორე მოქმედება ამ ოპერის არის კიდევ განსაკუთრებული ორიგინალური და ჟანრული თვალსაზრისით ხდის კიდევ ამ საოპერო ნაწარმოებებს. ეს თავად ჩადგმული ოპერა, ირონია აი იმ ტრადიციულ საოპერო ფორმაზე, რომელსაც ჩვენ შეჩვეულები ვართ. თითქოს საომარ ჰოსპიტალში, სადაც ჯარისკაცები არიან მოთავსებული ლაზარეთში, მოდის სტუმრად ლასკალას თეატრი და იქ ატარებს ამ საოპერო წარმოდგენას. და საბოლოოდ ამ კლიშეებს კიდევ ერთხელ ირონიულად შეეხება კომპოზიტორი თუ რეჟისორი, ბოლოს შემოფრენილი ბომბა ანადგურებს ყველაფერს. და საინტერესო არის თვითონ ამ მეორე ჩადგმულ იტალიურ ოპერაში ასევე თემა, ზოგადად ხელოვნების თემა. რას წარმოადგენს ხელოვნება, როგორც მხატვრული, სულიერი ღირებულების თემა. და რამდენად მნიშვნელოვანია ასევე მისი დაცვა.
და ზოგადად მის მნიშვნელობას. ნათი, ეს არის გია ყანჩელის ერთადერთი ოპერა. ის ამბობდა, რომ არ უყვარდა ზოგადად ოპერის წერა. თუ არის ცნობილი რა იყო ამის მიზეზი და რატომ გახდა ეს ოპერა გამონაკლისიც, რა გახდა მისი შთაგონება? ბატონი გია ამბობდა, მე ძალიან მიყვარს თავად ოპერის ჟანრი, ეს ასახელებდა კომპოზიტორებს უმთავ ოპერასაც დიდი სიამოვნებით უსმენდა და უყვარდა მუსიკა. ის ამბობდა, მე არაფრით არ დავწერდი ოპერას. რომ არ ყოფილიყო იმ დროს სამხატვრო ხელმძღვანელი თბილისის ოპერისა ბალეტის თეატრის ბატონი ჯანსუღ კახიძე. და ის რომ მოხდა ასევე რომ ბატონი რობერტ სტუროვა, რომელსაც მას შემოქმედებით იკავშირებდა, აკავშირებდა უკვე თეატრალურ მუსიკას წერდა მისთვის, ანუ გამოდის რომ რობერტ სტუროვა იყო მისი დამკვეთი და ბატონი გია წერდა მისთვის მუსიკას ამჟამად მას ჰქონდა საშუალება თვითონ ბატონ რობერტისთვის ეთქვა, თუ როგორი ტიპის ლიბრეტოს სურდა და მან უთხრა ესეც, მე მინდა რომ იყო თავი გმირები იყვნენ ბავშვები ამ ოპერის, რომ არ იყოს ესეთი გადაბმული სიუჟეტური ხაზი ოპერაში და შედგებოდა ცალკეული სიტყვების და ფრაზებისაგან. ამ ოპერაში მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეტაფორულ პერსონაჟებს, მეტაფორულ სახეებს. ანუ თქმა ინტელექტუალურად დასაკითხი ნაწარმოები არის. აქვს რამდენიმე ესეთი ინტელექტუალური შრეერთი, რომელიც ყველა ფართო მაყურებლის საზოგადოებისათვის ძალიან ადვილად ესახმელია და ასევე უფრო ინტელექტუალური ელიტისათვის უფრო ღრმა შრეებში შეიძლება შესვლა. თავად პარტიტურა, უკვე კომპოზიტორის ნაწილი კიდევ უფრო ძალიან სიმდიდრე არის. მე მაგალითად მას როგორც მუსიკის მცოდნე 5 წელიწადი ვსწავლობდი და მიუძღვენი უზარმაზარი სადისერტაციო ნაშრომი და დისერტაციის თემა იყო არა ეს? ეს ამოხსნერი იეროგლიფივით იყო. ანუ მოითხოვა მართლა ამდენი დრო და ჩაღრმავება, იმდენად დეტალიზირებული პარტიტურა, ანუ ძალიან დიდარი არის მასალა, როგორც მუსიკის მცოდნის მეცნიერებისათვის შესასწავლათაც. და მაგმხატვრულ ნიმუშებს ასე როგორც აი ამ თემის ნიუანსების კარგად მცოდნეს მინდა კითხოთ, როგორი გამოხმაურება მოყვა თავის დროზე, როცა საქართველოში დაიდგა ეს ოპერა? თუ არის შემორჩენილი ცნობები იმ შესახებ, როგორ მიიღო ქართულმა მაყურებელმა მსმენელმა ეს ოპერა? ეს არის საკმაოდ საინტერესო საკითხი, იმიტომ რომ 1984 წელს იქ საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს იყო ძალიან თამამი ნაბიჯი ესეთი ნაწარმოების დაწერა. ჯერტი არ ჯდებოდა იმ ცენზურის ფარგლებში დიახ და არ მოჩირებოდა იმ სტანდარტებს და ნორმებს. ანუ ძალიან თამამი ნაბიჯი იყო გადადგმული ამ ხელოვანების ჯგუფის მიერ, რომელიც დაწერეს ესეთი ნაწარმოები. და შემდეგ მის ფართო მაყურებლის ის გადანა ასეთ სცენაზე კიდევ უფრო დიდი ესეთი თამამი იყო, მე ახლა ამ გადმოსახედიდან ფიქრობ, ოპერა იყო ძალიან წარმატებული, მას ყვა ძალიან დიდი წარმატება, თუმცა რა თქმა უნდა, გამომდინარე, თქვენ წარმოიდგენთ იმ დროის ისტორიულ-პოლიტიკური სიტუაციიდან იყო არაერთმნიშვნელოვანი გამოხმაურებები. და არა მარტო ზოგადად ასე როცა იქნება რაღაცა ახალი, ძალიან ნოვატორული, ყოველთვის არაერთმმნიშვნელოვანი არის გამოხმაურებები. მოსჭირდება დრო, გააზრება, ყოველთვის გადაფასება, რა თქმა უნდა, დრო იმისა რაც ნახე. ნუ თუ ბევრი ახალი არის, ესე უცებ ვერ ხდება, რა თქმა უნდა, მისი აღქმა. რამდენადაც ვიცი, როცა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ასე გასტროლებზე დადიოდა, მაშინაც ძალიან კარგი იქ ყველგანაც ქონდა ძალიან საინტერესო კარგი გამოხმაურებები და ევროპაშიც, ანუ საზღვარგარეთსაც ძალიან კარგი გამოხმაურებები ქონდა ამ ოპერას. ამიტომაც ვთვლი, რომ ალბათ ეს იყო მიზეზი, მე ზუსტად არ ვიცი, ეს მიზეზი, მაგრამ ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, იმის რომ 99 წელს სწორ ვაიმარში უკვე მეუღლეთ მიეცა შანსი ამ ოპერას და უკვე გერმანული დადგმით გაეჟღერა ვაიმარის ოპერა თეატრში.